არასამთავრობო სექტორს ბევრი ფაქტორიდან გამომდინარე აქვს ეს მოლოდინი პირველ რიგში ის რომ ბიძინა ივანიშვილსა და მის პარტიას ძალიან არ მოსწონს ის საქმიანობა რასაც ეწევა არასამთავრობო სექტორი ამ ქვეყანაში და გამატებით ჩნდება განცდა რომ ქართული ოცნება ემზადება სწორედ არასამთავრობო სექტორის მიზანში ამოსაღებად ვინაიდან ოპოზიციონერი ლიდერებისთვის წარდგენილი ბრალდებების მტკიცებულებებში რაც გასაჯაროვებულია არაერთხელ ნანა კაკაბაძეს და ვატო შაქარაშვილს ყავთ ნახსენები არასამთავრობო სექტორი მათი საქმიანობა ამ ქვეყანაში შესაბამისად მესამე სექტორს უჩნდება განცდა რომ შემდეგი სამიზნე ივანიშვილის პროკურატურის იქნებიან თავად თუმცა ძალიან მკაფიოდ ეუბნებიან დღეს ისინი ბიძინა ივანიშვილს რომ მათ არც ივანიშვილის სამართლის და არც ივანიშვილის ციხის არ ეშინიათ არ არის გამორიცხული რომ არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართაც დაიწყოს ჩვენ ამისთვის მზად ვართ უპასუხოთ იმიტომ რომ სამართლებრივი ბრძოლა არავის არ აუგზავია ჩვენთვის და ყველა მექანიზმს ამისთვის გამოვიყენებთ როგორც დარწმუნების მექანიზმს ისე მტკიცებულებებს თუ საერთაშორისო სასამართლოებში და სხვა ფორუმებშიც წავალთ ჩვენ არაფერს არ გვეშინია ჩვენ ხელიდან გვაცლიან საქართველოს მოსახლეობას ჩვენს ქვეყანას და ჩვენ ქვეყანას არავის არ დაუთმობთ როცა მართალი ხარ და არაფერი არ პირიქით ჩვენ მხოლოდ ვამხელთ უკანონობას და ამ უკანონობის ხელის გამო გვაქვს პრობლემები ყოველთვის მათი მხრიდან კრიტიკა მუქარები როდესაც ღარიბაშვილის კორუფციას ამხელდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები მაშინაც მუქარა იყო როდესაც თავდაცვის სამინისტროში და სხვა სამინისტროებში მუქარა ესე ვთქვათ კორუფციას ამხელდა არასამთავრობო ორგანიზაციები მაშინაც მუქარები იყო მაგრამ ნახეთ რომ ყველაფერში მართლები იყვნენ ორგანიზაციები და დარწმუნებული ვარ ყველაფერი ესე ახდება იმიტომ რომ ჩვენთვის მთავარი ამოსავალი წერტილი არის სიმართლე მტკიცებულებები უბრალოდ არანაირი არ არსებობს ეს არის ქართული ოცნების პოლიტიკური შეფასებები პოლიტიკური სურვილები რომ უბრალოდ ეს ადამიანები იყვნენ დასჯილები სურვილიც კი არავის არ უნდა გაუჩინდეს იმასთან დაკავშირებით რომ ერთი წამით იფიქროს რომ უბრალოდ ქართული ოცნება აღარ იყოს ძალაუფლებაში ასეთ პოლიტიკურ ოპონენტებად მიიჩნევს ქართული ოცნება სწორედაც ოპოზიციური პარტიის ლიდერებს და არ არის გასაკვირი რომ ასეთებად მათ შორის დასახელებული ყავდეს არასამთავრობო ორგანიზაციებიც ეს ხალხი უბრალოდ აგრძელებენ ამ ბრძოლას ამიტომ რა დარჩა ქართულ ოცნებას გარდა იმისა რომ უბრალოდ ეს ადამიანები გაუშვას ციხეში უნდა ითქვას ის რომ დღეს არც ქართული ოცნება გამორიცხავს რომ ბრალდებულთა წრე შესაძლოა გაფართოვდეს ისინი ძირითადად გვამისამართებენ ამ ხრივ გამოძიებასთან ამ კითხვებით თუმცა როდესაც ჩვენ მათ ვთხოვთ პოლიტიკურ შეფასებას ისინი უკვე საუბრობენ იმის შესახებ რომ სალმო ზურაბიშვილის და არასამთავრობო სექტორიც მათი შეფასებით წლების განმავლობაში ახორციელებდნენ ქვეყნისთვის საზიანო ქმედებებს შესაბამისად ეს არის ერთგვარი მინიშნება მათ შორის საგამოძიებო უწყებებისთვის რომ სამომავლოდ ის ბრალდებები რაც არის უკვე არსებული ოპოზიციონერი ლიდერების წინააღმდეგ გაფართოვდეს და მოიცვას მათ შორის სალმო ზურაბიშვილის და არასამთავრობო სექტორიც. დარწმუნებული ვარ რომ მაღალი კომპეტენციის არის ჩვენი პროკურატურა და ყველაფერს კანონის შესაბამისად წარადგენს. სალმო ზურაბიშვილს და არასამთავრობო სექტორსაც შეიძლება რომ მომავალში წარედგინოს და შეეხოს თუნდაც არის პროკურორი არ გახლავართ და თქვენ პოლიტიკურად რას გვეტყვით? პოლიტიკოსები არ წვეთ ბრალის წარგენის საკითხებს. მტკიცებულებებში არის მათი სახელი და გვარები და ამიტომ გეკითხებით. ამას გეუბნებით რომ შეიძლება სხვებთან ერთად სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით გამოდიოდა ასე რომ ბრალი წარედგინათ და რაღაცა პირებზე არ გამოვიდეს. თვითონ აღიარებენ რომ ჩადიან დანაშაულს თვითონ ამბობენ რომ უნდა დავამხოთ ხელისუფლება რაც არის ანტიკონსტიტუციური თვითონ ამბობენ რომ მიდიან უცხოეთში და საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ ჩვენებებს აძლევენ რომ დასანქცირდეს ქვეყანა დასანქცირდნენ პოლიტიკოსები არა მხოლოდ რა თქმა უნდა არაფერი სასიამოვნო მოსასმენი არ ყოფილა რასაც იგივე ხალბატონი ზურაბიშვილი საუბრობდა საქართველოსთან მიმართებაში ხალბატონ ზურაბიშვილს ვერ ვათქმევინეთ ის რომ კანდიდატის სტატუსი ეკუთვნოდა ბოლო-ბოლო ქვეყანას ხო რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ძალიან არასასიამოვნო მოსასმენი იყო მისი მხრიდან თუმცა იკვეთება თუ არა აქვს კონკრეტულად სისხლის სამართლის დანაშაულის კვალი ან ასე შემდეგ მე რა თქმა უნდა არ ვარ კომპეტენტური ვერ ვიტყვი თუ ვინ შეიძლება კიდევ იყოს გამოძიების ქვეშ მე არ მაქვს ინფორმაცია აღნიშნულთან დაკავშირებით
თუმცა რაც შეეხება ბრალდებას, რაც მოვისმინეთ, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმეა და ამაზე ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია, ხო? ეს ადამიანები თავიანთი ქმედებებით ეწევიან ანტისახელმწიფოებრივ ქმედებას. დაზიანება რა იყო ხელისუფლების სამცირებას უნდა? რა ვიცი, უამრავი მაგალითი შეგვიძლია მოვიპოვოთ და თუნდაც ის მტკიცებულებები, რომელიც იქნა გაჟღერებული. ოპოზიციონერი ლიდერების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეებზე გამოძიება ივანიშვილის პროკურატურას ძირითადად აქვს ნანა კაკაბაძის და ვატო შაქარაშვილის ჩვენებების საფუძველზე დაწყებული და ამ ჩვენებებში, რაც გასაჯაროვებულია ამ დროისთვის, ნანა კაკაბაძე და ვატო შაქარაშვილი საუბრობენ არა მხოლოდ არსებულ პოლიტიკურ ლიდერებზე, რომელსაც უკვე წაყენებული აქვთ, რომელზეც უკვე დაიწყო სისხლის სამართლის დევნა პროკურატურამ, არამედ ისინი ახსენებენ ასევე გიორგი გახარიას, საულმე ზურაბიშვილს და არასამთავრობო სექტორს და დღეს ქართულმა ოცნებამ ირიბად მიანიშნა კიდეც, რომ შესაძლოა ბრალდებულთა წრე გაფართოვდეს.